რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ხმაურიანი განცხადებები და ქართული მხარის შეფასებები ჩვენ სიუჟეტში. მოსკოვის საქართველოსთან მიმართებაში მორიგ სკანდალურ განცხადებებს აკეთებს ახლა უკვე მიუნხენიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოსთან მიმართებაში ერთდროულად რამდენიმე თემაზე საუბრობს. რუსი დიპლომატი 2008 წლის რუსეთის საქართველოს ომის დაწყებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს. აქვე ლავროვი შანსს არ უშვებს ხელიდან და უსაფრთხოების კონტექსტზე საუბრისას აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი არის ტერიტორია, რომელიც ტერორისტებისა და ბოევიკების მარშრუტი ხდება. ასეთ პირობებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების ხელისშემშლელ ფაქტორებად რუს და ქართულ სამართალდამცავებს შორის სრულფასოვანი თანამშრომლობის არქონასა და ასევე მხარეებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობას ასახელებს. რაც შეეხება ვიზო რეჟიმის საკითხს კიდევ ერთხელ გავუსვა მხარს, რომ ეს საკმაოდ რთული თემაა. ის დაკავშირებულია არა მარტო დიპლომატიური ურთიერთობების არქონასთან, ეს ასევე დაკავშირებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან იმ პირობებში, როდესაც არა მარტო ცენტრალური აზია, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდება მარშრუტი, რომლის გამოყენებასაც აქტიურად ცდილობენ ბოევიკები, ექსტრემისტები, ტერორისტები და ნარკომოვაჭრეები. როცა დავალაგებთ სრულფასოვან ურთიერთობებს რუს და ქართულ სამართალდამცავ ორგანოებს შორის, რათა ამ რისკების მინიმალიზება მოვახდინოთ, ალბათ შესაძლებელი იქნება საუბარი სავიზო რეჟიმის შემდგომ შემსუბუქებაზე. სამართალდამცავ ორგანოებს შორის ასეთი ურთიერთობების დარეგულირება დიპლომატიური კავშირის არარსებობის შემთხვევაში რთულია. ლავროვის ხმაურიან განცხადებებს მწვავე შეფასებები მოყვა თბილისში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები რუსი დიპლომატის განცხადებაში ახალს არაფერს ხედავენ და აცხადებენ, რომ მოსკოვის რიტორიკა კვლავ ძალაში რჩება. საპარლამენტო ოპოზიცია კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე საქართველოს ხელისუფლების პასუხს დაგვიანებულად მიიჩნევს. შემაშფოთებელია ის განცხადება, რაც ბატონმა ლავროვმა გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო რეალურად წარმოადგენს საფრთხეს ტერორიზმის და დანაშაულის ექსპორტის თვალსაზრისით. ეს არ არის ახალი განცხადება, თუ შეიძლება ასე ითქვას ლავროვის და არა მარტო ლავროვის, არამედ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების, რუსეთის ოფიციალური წევრების წარმომადგენლების, როცა მათ ასე ვთქვათ რაღაც გაკეთება არ უნდათ, მათ ყოველთვის აქვთ ესე ვთქვათ საშუალება, რომ აქცენტი გადაიტანონ იმაზე, თითქოს და საქართველოსთან შესაძლებელია რუსეთის ტერიტორიაზე მოხდეს ასე ვთქვათ მათთვის არასასურველი პირები. მაგრამ უფრო დამապყრობლებელი გარემოება ამ საკითხთან დაკავშირებით არის ის ვითარება, რა ვითარებაც დიპლომატიური თვალსაზრისით არის ჩვენ ქვეყნებს შორის და როგორც ჩანს, ეს პერსპექტივა მოკლე ხანში არ გადაიჭრება. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხში ზურაბ აბაშიძე ლავროვის საპასუხოდ აცხადებს, რომ რუსი დიპლომატის სიტყვები იმის თაობაზე, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდება ბოევიკებისა და ტერორისტების მარშრუტი, საქართველოსთან მიმართებაში არანაირად არ არის მართებული. სანამ არ მოხდება ძალიან სერიოზული გარღვევა კონფლიქტების დარეგულირების თვალსაზრისით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დღის წესრიგში ვერ დადგება, აცხადებს აბაშიძე. ჩვენ გვქონდა რეკორდული რაოდენობა ტურისტებისა. დაახლოებით 1 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა რუსეთიდან. ეს ციფრი არის დასტური იმისა, რომ ჩვენში უსაფრთხოების ხარისხი მაღალია. ამიტომ ბატონ ლავროვის სიტყვები იმის თაობაზე, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდება ბოევიკების, ტერორისტების, ექსტრემისტების მარშრუტად საქართველოსთან მიმართებაში არანაირად არ არის მართებული. საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია თვლის, რომ მაშინ როცა ნატოს წევრი ქვეყნების მიერ რუსეთი აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ტერორისტი სახელმწიფო, ლავროვის ბრალდება საქართველოსთან მიმართებაში აბსურდული და საფუძველს მოკლებულია. ეს ფორმალურადაც აღიარეს ნატოს წევრმა ქვეყნებმა ვარშავის სამიტზე, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფო ტერორისტი არის რუსეთი. ეს ჩაწერილი არის ვარშავის კომუნიკეში მეხუთე პუნქტში, სადაც ისლამურ სახელმწიფოსთან ერთად რუსეთი აღწერილი არის როგორც სახელმწიფო, რომელიც ძალის და დაშინების მეთოდით ცდილობს თავისი პოლიტიკური ინტერესების განხორციელებას. აქედან გამომდინარე, ლავროვის მიერ დადანაშაულება ჩვენი რაღაც ტერორისტებთან ხელშეწყობაში აბსოლუტურად საფუძველს არის მოკლებული, როდესაც საქართველო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის ტერორისტთან ბრძოლის კუთხით დღიდან ამ კოალიციის შექმნისა. ლავროვი თავხედურად ბედავს და აი ესეთი აგრესიული შეტევის ფორმით ცდილობს, რომ მოახდინოს გარკვეული ეროზია ჩვენ პოზიციებში, რუსეთთან იგივე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის კუთხით, ან იგივე ტერიტორიულ მთლიანობაზე რაღაცა ფორმით უარის თქმის კუთხით.
ეს არის მათი მცდელობა გატესტონ ჩვენი რეაგირება და ბუნებრივია ამაზე პირველ რიგში ჩვენი პასუხი, საზოგადოების პასუხი უნდა იყოს ძალიან მკაფიო, თუმცა პარალელურად ბუნებრივია საჭირო არის მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და არა მარტო ჩვენი მთავრობის პასუხი, არამედ ამაზე უნდა იყოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, რომელიც ამ საკითხებით არის დაკავებული, მკვეთრი პასუხი რუსეთის მიმართ, ასევე ჩვენი პარტნიორების ღია ფორმალურ ფორმატში თუ არაფორმალური კომუნიკაციის შედეგად რუსეთისთვის პირდაპირ მინიშნება, რომ მათი ასეთი პოზიცია არის აბსოლუტურად მიუღებელი და პირიქით საქართველოს პოზიციები ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან მიმართებაში არის ძალიან მყარი, ამას უმადგრებს საზოგადოება მხარს და ეს არის ის პრიორიტეტი, რომელიც არ გადაიხედება. მათ შორის არ გადაიხედება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც. ეს მუდმივი, ასე ვთქვათ, მცდელობის საგანი არის რუსეთის მხრიდან და ეს არის სწორედ აი ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი, როდესაც იარაღად არის გამოყენებული როგორც საინფორმაციო საშუალებები, პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტები, ეკონომიკას, ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით სიტუაცია ნამდვილად შავ-თეთრი არის, სანამ რუსეთი არ მოახდენს ოკუპირებული ტერიტორიების მის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების უკან წაღებას წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ჩვენ ვაღიაროთ, დავიწყოთ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, თუმცა ეს ავტომატურად ნიშნავს ჩვენი სახელმწიფოსთვის საფუძვლების შერყევას და იმაზე ხელის მოწერას, რაც რუსეთს ასე დიდი ხანია უნდა. ამ საკითხთან ირიბად მიბმული არის სწორედ ეს სავიზო რეჟიმი გააუქმოს რუსეთთან. არანაირი საჭიროება ჩემის აზრით დღეს რუსეთთან სავიზო ურთიერთობის გაუქმების არ არის და ვთვლი რომ პირიქით, რაც უფრო მეტი ბიუროკრატიული ბარიერი იქნება რუსეთთან ნებისმიერი ფორმის ინტეგრაციის, ეკონომიკური იქნება ეს, სოციალური თუ კულტურული, უფრო სასარგებლოა და ჯანსაღი პროცესი იქნება საქართველოსთვის. ჩვენი სტრატეგიული ამოცანა არის რომ მივებათ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეს ყველა ფორმით, იმიტომ რომ იქ არის ჩვენი ბუნებრივი ადგილი. ამას უნდა უპასუხოს საქართველოს მთავრობამ, სწორედ კარგად კონსოლიდირებული საგარეო პოლიტიკით, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის ჩვენი პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა. ლავროვის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. რუსი დიპლომატის განცხადებაში, რომელიც სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხს ეხებოდა, ახალი არაფერია აცხადებს მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და დასძენს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანა არის, ნათელი დადასტურებაცაა ვიზა ლიბერალიზაცია. პირადად და ჩვენ ვერაფერი ახალი ვერ ამოვიკითხეთ ლავროვის ამ განცხადებაში, პერიოდულად კრემლის მესვეურები და საგარეო საქმეთა სამინისტროს მესვეურები აკეთებენ მსგავს განცხადებას, რასაც ახალი არაფერი არის. საქართველო რომ უსაფრთხო ქვეყანაა, ამის ნათელი დასტური არის ის ნდობა, რომელიც ევროკავშირმა გამოუცხადა საქართველოს უვიზო მიმოსვლის მინიჭებით. და რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას, ეს არაერთხელ განცხადებულა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ და ეს ჩვენივრად იციან მოსკოვში, რომ სანამ რუსეთს ეკნება თავისი საელჩოები ცხინვალსა და სოხუმში, ვერავითარ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი ვერ იქნება. მიუნხენის უსაფრთხოების 53-მე კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნატო-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობის აღდგენის აუცილებლობაზეც საუბრობს. ის ფაქტი, რომ მიუნხენში ამ საკითხზე ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსულ მხარეს ალიანსის მზადყოფნა არ დაუდასტურა, ლავროვს საწყენად მიაჩნია. რადგანაც როგორც რუსი დიპლომატი განმარტავს, პრაქტიკული თანამშრომლობის გარეშე დიპლომატების შეხვედრებს დამატებითი მნიშვნელობა არ ექნება უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით. თავის მხრივ ნატოს გენერალურმა მდივანმა კი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში რუსეთის პოლიტიკა ბრიუსელში ნატოს საქართველოს კომისიის ხდომაზე გააკრიტიკა. სტოლტენბერგმა მოსკოვს კიდევ ერთხელ მოუწოდა უარი თქვას აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას. შეშფოთებას გამოუხატავთ საქართველოს რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის ინტენსიური ურთიერთობების გამო. ჩვენ მოუწოდებთ რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი ძალები. ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას და უზრუნველყოფთ პრაქტიკული ინსტრუმენტებით, რათა დავეხმაროთ საქართველოს ნატოში საბოლოო გაწევრიანებაში. ბოლო დროს რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე იენ სტოლტენბერგის მიერ საქართველოსადმი მხარდამჭერ განცხადებას ბათუ ქუთელიამ მნიშვნელოვანს და აუცილებელს უწოდებს. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, როდესაც მცდელობა არის ახალი, ასე ვთქვათ, გავლენის სფეროების მოხაზვისა ევროპაში რუსეთის მხრიდან, როდესაც რუსეთი მთელი თავის პროპაგანდისტული მანქანით ცდილობს უკვე ყირიმის ანექსიას შეაგუოს ცივილიზებული დემოკრატიული სამყარო,
ამ დროს, როდესაც სანქციების მთავარი განპირობებელი არის ყირიმი და უკრაინის ტერიტორიის ანექსია რუსეთის მხრიდან, პარალელურად ჩვენი პრობლემების ამ კონტექსტში მიბმა და აღიარების უკან წაღება არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი კომპონენტი იმისთვის, რომ რუსეთმა არ ცადოს ან მიიღოს მწვავე პასუხი ნებისმიერი ფორმით საზღვრების გადახედვის მცდელობაზე ევროპაში.